მარიამობას გილოცავთ ამ ყველა დღესასწაულს, განსაკუთრებით დღესასწაულს მარიამისა, გილოცავთ დღესასწაულს ედესის ხატისა ასევე და ეს ხატი საოცარი სასაბმოქმედი ხატია, ხელთუქმელი ხატი, პირი უფლისა სახე, მისი წმინდა სახე და თქვენ იცით რომ ხატები ეს არის საოცარი ძალის მადარებელი წმინდა გამოსახულებები. ხატი ხელთუქმელი უფლისა ეს არის საოცარი გამოცხადება ღვთისა და ეს მარტო მხოლოდ ქრისტიანობაში არის. თივ გამოცხადებულ რელიგიაში. თქვენ იცით რომ სალამაცვარი არ გამოცხადდებოდა, არც ხატი იწერებოდა, არც მომასწავლებელი კი იყო ამის, მაგრამ წინასწარმეტყველები, მაგრამ ხატებაო ხატი ასე ვთქვათ. იქნებ ყოველდღიურ შესაძლებელი მაშინ როცა განცხადდა. მაცვარი ხარ ჩვენი ქრისტე ისტორიულ დროში განცხადდა. მოვიდა მისი წმინდა სახე, წმინდა ხატებით და ის იმდენად ძლიერი სრული კაცი, სრული უნდა დიდძალას ატარებდა, რომ სასწავლებელად გადასული ხატი მისი სახიდან გადასული დილოზე საოცარ უკვე თვითონაც წმინდა ძალას ატარებს. ეს არ არის რაღაც მაგიური ძალა, ეს არ არის რაღაც შამანური ძალა, მექნება ეს არ არის ოკულტიზმი, არამედ ეს არის ის, რასაც ქვია ის გამოცხადება და ფაერული წმინდა გამოსახულება, რომელსაც მასვარი სახე, წმინდა სახე ჩანს, დიდ ძალას ატარებს. იმიტომ რომ ერთხელ მოვიდა ისტორიულ დროში და მეორე დროს თუ იქნება უკვე არაშობი, არამედ პირდაპირ მოვა ორჯეროა როცა. მაგრამ ეს საოცარი ისტორიულ დროში ერთხელ შემოვა, რომელზეც ქრისტიანობა მრავალწლოვანი ეს ვინახე სასწაული, მაგრამ ვერ ნახა. ეს ერთხელ მოხდა ისტორიულ დროში. ამიტომ ისიც ერთხელ გამოჩენილი ღვთის ხატება ჩვენ შანსი მოგვეცა იმისა, რომ ღმერთი ქრისტე, ღმერთი გვეხილა რაზე ხატებს. გვეხილა ღვთისმშობელი ხატებზე და სხვა წმინდანთა სხვა ხატებზე. განსაკუთრებით დიდი ძალის მატარებელი არის ქრისტეს ხელთუქმელი ხატი. ეს ძალიან დიდ ძალას ატარებს, ბოროტი ძალის წინააღმდეგ გზას ხსნის. ეს არის ის ხატი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ძალა დემონური ძალების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, მათი გაფრთხილისა, მათი ძალების გაფრთხილისა, ჯადოქრობის გაფრთხილისა, სტიქიების დამორჩილების, ასე ვთქვათ, აი ის რასაც ადამიანს საფრთხეს უვლენს, ის რაც ადამიანს უვლენს განსასწრებს. აი ამ ხატით ყველაფერი წესრიგდება. იმიტომ არის ყველა ჯვარი კი არა, რომელზედაც ქრისტეს ხატებაა გამოსახული. ყველა ჯვარი შეიძლება იყოს ლამაზი და ასე ვთქვათ ჩვენიერი, მაგრამ მაინც გამოსახულება ქრისტეს არ არის ჯვარცმაც. ხო, არის ხატება, ეს ხატება არის შეიძლება ჯვარცმაც იყოს გამოსახული. აუცილებელი რომ არის წმინდა გამოსახულება იყოს ჯვარცმიანი ჯვარი არის კარგი. ნამდვილად, აი როგორც მართლმადიდებლური დაწერილი ჯვარცმიანი ეს ჯვარი ძალას ატარებს თვითონ. კანონიკურად დაწერილი ეს არის ძალა, ეს ვიმეორე მაგია არის, ეს არის ხატთა თაყვანისმის დოგმატი. ამიტომ აი აქედან მოდის ეს ერთ-ერთი გაუკეთებელია, რომ ეს ხატი, რომელიც კურნავდა, რომელიც სასწაულებს ახდენდა და ახდენს და მისი ასლები არის, რომელიც ადამიანებს თქვათ გზას უხსნის, მოაქცევს ურწმუნო ადამიანს, აძლევს საშუალებას იმისა, რომ მისი თვალებიდან ჩამოიხსნას ურწმუნოების აპკი, სოდვის კატარაქტა, ასე ვთქვათ, და გაახილოს ადამიანმა თვალები და ინახოს რეალობა, ქრისტე დაინახოს. აი ამას აქვს ეს ძალა, ამიტომ ეს ხატი, ამიტომ ეს დიდი დღესასწაული არის, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს ქრისტეს ხილვისა, აი ამ ხატებზე. რა თქმა უნდა, ქრისტეს ვხედავთ ჩვენ ასევე მის საიდუმლოებებში, ქრისტეს ვხედავთ ერთმანეთშიც, ადამიანის ღვთის ხატება და მსგავსება, ქრისტეს ვხედავთ ზიარებაში, ხატება არ არის ზიარება, ყველაფერი ხატია. ღვთის სიტყვაც წერილი, ღვთის სიტყვა, ბიბლიაც ხატია, ღვთისაუნ სიტყვაში. ტაძარიც ღვთის ხატია ქვაში და სამშენებლო მასალით გაკეთებული. და ასე შემდეგ. საერთოდ მთელი ქვეყნიერება არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს. ყოველგან არის, ყოველსა ვეღავს. თუ ადამიანი კარგად გაახილოს თვალებს, ყველგან ღმერთს დაინახავს. უხილავში ხილულს და ხილულში უხილავს. აი ესეთი, ამიტომ ჩვენი ნამდვილი მიზანი ის არის, რომ ადამიანს გაეხსნას თვალები. ამაში გვიწყობს და ესეთი ხატები. ადამიანი მსგავსება თანდათანობით არის ეს თვალების ახელის პროცესი, თანდათანობით ხდება.
ადამიანი ემსგავსება იმ პატარა ასე ვთქვათ რაღაცა პეპელას, რომელიც იკეთებს ეს ვთქვათ აი მიწაზე სხეულებრივად გაკეთებული აქვს მას ეს რაც თავისი აპკი, თავისი ბუდე და თანდათანობით იქიდან დრო უნდა მას გამოვიდეს, გამოიჩეკოს, როგორც პატარა აბრეშუმის ჭიარო იჩეკება. მას არ უნდა ერთია დაეხმარა ეს პატარა იყო ესეთი აბრეშუმის ჭიის პატარა ბუდე და ადგადა დაინახა შიგჭრილი, თითქოს სვალობდა ის ჭია, ის პეპელა. უნდა გამოსვლა იქიდან და დაეხმარა ერთი ადამიანი, ადგადა ის ჭრილი გაუხსნა ის ჭრილი და გამოვიდა იქიდან ყოველგვარი წვალების და ძალისხმების გარეშე. ესე ჩვენ არავინ არ გაგვიხსნის. საჭირო არ არის. ჩვენ ესე ღმერთმა უცებ თვალები არ ვიხილოს უწვალებლად. ჩვენ დავზიანდება. ჩვენ რო ყველაფერს ესე სინძე მოყვარდო ყველაფერი. ჩვენ უწვალებლად უშრომლად მადლს ესე ვერ მივიღებთ და რაღაცა დაგვემართება, არასწორად განვითარდება. აი ეს პეპელაც ესევე გამოძრა უწვალებლად აი პატარა თავის ბუდიდან გამოძრა და დიდი ხანი იქიდან დაეხედებოდა. როგორც კი იფიქრა ადამიანმა რაოდენად ეს გაიზრდება, ცოტა ხანში ფრთებს გაშლის, ესე დავეხმარე, ფრთებს გაშლის და შემდეგ უკვე აი მე მოვეხმარე, სიკეთე გავაკეთე. და ეს წერი გაფრინდება ახლა, ნუ რასაკაც გავიდა ხანი და არაერთი შემთხვევაში ამ პატარა პეპელას არავითარი გარდაქმნა არ დაემართა. გაარჩია ესეთი უშნო, ვერავითარი ფრენის ცდელობა ვერ შეძლო, ვერანაირად ვერ ფრინა, გაარჩია რაღაცა ჭიაჭველისა თუ ვთქვათ ხოჭოს მსგავს რაღაც მდგომარეობაში, რომელშიც ვერ ფრინავ და ამ ფრთებს უშნო და მოხრა და დაათრევდა, განვითარებდა ფრთებს. თურმე რა შეიმოსა? ის იმიტომ წვალობდა იმ თავის ბუდიდან გამოსვლას, იმიტომ წვალობდა იმ ჭრილი რო ქონდა, იმას საერის ჭრილი ქონდა. იმას უნდა რომ იქიდან გამოსულიყო. ამასობაში სანამდე ეს მას სპეციალური სითხეა ქონდა ორგანიზმში და ეს სითხე თანაბრად აი წვალების ამ ხაჭნის იქ რაღაცა ძრომის, წვალებისა და მოძრაობის შედეგად ეს სითხე ფრთებში თავისუფლად ნაწილდება ესე თანაბრად რომ მას უკვე ეს შემდეგ ეს ფრთები მის იძენს ესეთ თვისებას რომ დრეკადი ხდება და მას უკვე ფრენა შეუძლია. აი ამ შრომის შედეგად ის თავისით რომ გამოძრაობდა ყოველგვარი ხელოვნური დახმარების გარეშე უკვე გამოვიდოდა ისეთი რომ იგი ფრენა შეძლება. მაგრამ ვეღარ შეძლო ფრენა, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა უკვე არ იყო ნორმალური. ამიტომ შრომისა და წვალების გარეშე ვიმეორე. არა და ვერანაირად ვერ იქნება ესე სინძე მოთმეული. აი ესეთი იგავებით არსებობს, მაგრამ ეს იგავიც არის, უბრალოდ ბიოლოგიური ფაქტია შეიძლება ითქვას. ამიტომ ჩვენი ცხოვრებაც ესე არის, გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენ არ მოგვეცეს ყველაფერი, ჩვენ რო გვინდა ისე, ჩვენ რო ვაპროგრამოთ, ჩვენ რო გვინდა, ჩვენ რო სულს ისე არ არის ყველაფერი. ჩვენ ვეცდებით იმისა, რომ დავდგათ სცენები, როგორც ჩვენ გვინდა ეს ყოფიერება ისე განვითარდეს. მე დავდგამ ესე, ხა ბრძოლა არ იქნება. და ისე იქნება ის დღე, მე ესე მინდა, ამიტომ ეს სცენარი ესე უნდა განვითარდეს, არა იქნება ბრძოლა, მაგრამ უნდა გავუძლო. მე ახლა ვარ ვდგამ სცენარს იმისა, რომ მივალ სახში ჩავსვავ, დავისვენებ, ხვალდიდას ვიქნები კარგად და ვერ იქნე შეიძლება. შეიძლება რაღაცამ შეგაწუხო, შეიძლება საღამოს რახვები გეკნე, შეიძლება ბრძოლა შეიძლება, მუხლებს დამგარმა ილოცო მოგიწიოს, შეიძლება ფსიქიური რაღაცა თავდასხმები იქნეს ღამე. ამიტომ ყველაფერი ისე სინძე მორთმეული ვერ იქნება ჩვენ რო გვინდა. ამიტომ აი ესეთი ხელოვნური ჩარევას არ აკეთებს ღმერთი. არ ამნებავს სიკვდილის ომის, არამედ მოქცევა და ცხოვრების. აი ყველაზე წინდა ღვთისმშობელი გვეხმარება ძალიან ჩვენ ყველას. ჩვენ რო ვამბობთ, რომ დღესასწაული ყველაზე ღვთისმშობლის ხატებს ვემთხვევით, გარდამოხსნას ვემთხვევით და ხო, აი გარდამოხსნას მსგავსი ხო როგორ ის არის. ვემთხვევით აი ხატებს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვემთხვევით და თაყვანისმცემთ სახარებას, თაყვანისმცემთ ვემთხვევით, მაგრამ მარტო ხო არ ვემთხვევით და ხო არ ყოცნით სახარებას, წაკითხვაც ხო უნდა სახარებას, მარტო თავის დადება და მთხვევა ხო არ არის საკმარისი. უნდა წავიკითხოთ კიდე მათში გაწერი. ასევე ხატების ისტორიაც. რომ ემთხვევით ხატებს და წავიკითხოთ, საიდან მოვიდა ეს ხატი? აი ედესის ხატი მოვიდა, წაიკითხეთ. რა არის ამის ისტორია? საიდან მოვიდა? რატო არის სასაფლაო ხმადი? რა არის აი როგორ გამოჩნდა ეს ხატი? როგორ გამოცხადდა ეს ხატი? საიდან გამოჩნდა ეს ხატი? რა ძალა აქვს ამ ხატს? აი ეს ისტორიები ხატების, ხო? ეს დიდ ცოდნასა და სიბრძნეს გვაძლევს ჩვენ. ღმერთის ძალა თუ არ დავხარჯეთ ენერგია, ისე არ მოგვეცემა. სინზე არ არის მართლა.
ესეთი საოცარი შემწევ ხარ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ, მაგრამ ჩვენც უნდა მოვინდომოთ. და მინდა რომ აი ის წყალობა და დღევანდელი სიტყვების ახარების ესეთი იყო, ხო? რომ არანებავს უფალს, რისხვა არნებავს უფალს, ადამიანის სარწმუნო არ ნებავს უფალს, ასე ვთქვათ, აი როდესაც უთხრეს რომ გარდა მოხდეს ზეცით ცეცხლიო თქვათ ჩვენ და ახოცო ისინიც ქრისტე არ მიიღო და მიექცა და შერეს რა იესო მოწაფეები და თქვა არიცით რომლის სასულისანი ხარ თქვენ რამეთუ ზეკაცის არ ამოვიდა წარწმენა და ცუცა კაცდას არამედ ცხოვრება აი ეს არის პროგრამა ძირითადი თავარი პროგრამა სახარების თუ ეს სიტყვა შეიძლება ითქვას რომ ჩვენ გჯერა ღმერთის გჯერა ჩვენ ზოგს ღმერთის კი არ ჯერა ზოგს ჯერა რაღაცა აბსტრაქტული ძალის ესეთი ღმერთის ჩვენ არ გჯერა არც ისეთი ღმერთის არ გჯერა ვისაც სიკეთე არ უყვარს და ვინც სიკეთეს არ აკეთებს ზოგს ერთი შემთხვევა იყო ერთმა სასულიერო პირმა რაღაცა საჭიროება ჰქონდა მას უნდა რაც კეთილი საქმე გაეკეთებინა და ვიღაცა ერთი ახალგაზრდა ჩაიარა გვერდზე და თქო ამა იქნება ეს კეთილი საქმე მაგ გასაკეთებელი და სასულიერო პირი ეხვეწება მე დამეხმარე რაღაცა გამაკეთებინე მე არ ჯერა ღმერთისო ამ წავს ღმერთისო და არ მიმაჩნია საერთოდ არაკეთეს და საერთოდ აფრი საჭირო დაგეხმარო არც მე არ ჯერა იმ ღმერთის რომელიცაც შენ არ გჯერო არც მე არ წავს ვიღაც რომელსაც შენ არ წავს აი ესეთი ღმერთის რომელიც იმას არ წავს მართლა არ ჩვენ არ წავს იმიტომ ის ღმერთი არა ღმერთი არის ის რასაც ქვია უფალი ჩვენი ყოვლადწმინდა სამება და ის არის რომელსაც დღესასწაულობთ კიდევ აი საუბრობთ დღესასწაულებზე ხო ჩვენ დღესასწაულობთ როგორც ცალკე ყოვლადწმინდა სამების მთლიანად ანუ ყოვლადწმინდა სამების სამივე ჰიპოსტასი ერთი ღმერთია ასევე რა თქმა უნდა ქრისტე ძე ღვთისა ანუ მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა ცალკე არის დღესასწაულები თვითონ მეორე ჰიპოსტასი და ცალკე სულიწმინდის დღეც არის სულიწმინდის დღესასწაულიც არის ანუ ეს ერთი ღმერთი უბრალოდ ჩვენ დღესასწაულობთ ქრისტეს ღვთაებრივ დღესასწაულებს რომელიც ერთ ღმერთზე მიგვითითებს ერთ ტრინიტარულ მონოთეიზმზე მიგვითითებს აი ამ ღმერთის წამს ჩვენს და ვისაც არ წამს ჩვენც არ წამს ის რაც მას არ წამს იმის ისეთი ღმერთი ჩვენ არ წამს რომელიც არც სიკეთეს არც წყალობას არც ჯვარცმას არც ადამიანებისთვის თავდადებას არ გადაგებს აი როგორ არის მარტო ქრისტიანობაშია ჯვარს ეწო ყოველ ქრისტე არავინ არც არავისთვის ჯვარს არ წმენდა არც ერთ რელიგიაში არავინ არ ამდგარა მტრეთით არ ამაღლებულა ზეცად ჯოჯოხეთში არ ჩასულა და არავინ არ ამოუყანია იქიდან არა ხედა ქრისტიანობა არის ღვთიმ გამოცხადებული რელიგია ამიტომ აი ჩვენ რა თქმა უნდა არავის სიურულს არ ვაკეთებთ მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვამბობთ იმას რომ აი ქრისტიანობის რამხელა არგუმენტაცია ეს ღვთაებრივი არგუმენტი იმისა რომ გამოცხადდა ქრისტეს ღვთისა სამეფო მსახურება მისი ღვთებს აღადგენდა კეთრონებს გაწმენდა ბრმებს თვალებს უხელდა და ვისაც თვალები აქვს და ხედავს გონია ვის დაბმავდება და ვისაც არ აქვს ხედვა ის იმას ხედვა მიეცემა ეს ფარისევლებზე იზრდება ხო ვისაც ხედავს და სინამდვილეში უნდა დაინახოს და არ უნდა დაინახოს ის დაბმავებულია სულიერად და ვისაც არ აქვს ხედვა იმას მიეცემა განუხრა თვალი განუხრა გონება ქრისტემ თავის მოწაფეებს და სულებს კიდევ ამიტომ აი ეს ჭეშმარიტი ხედვა ღვთისა ასევე ხატები იძლევა ამ ხედვას ჭეშმარიტი ხედვა ხატის ხედვა საერთოდ ხატს რო უყურებს ადამიანი მას წმენდავს მის თვალებს მის ბზერას ასევე ხუცური ანბანი ძალიან კარგია ვისაც თვალების პრობლემა აქვს სახის კანის პრობლემა აქვს ესეც აი წმინდავს ჯანმრთელობისთვის კარგია თვითონ ხუცურის კითხვა ხუცური ანბანი ხატების სინდრომა ლოცვა-მაღწი ჯვარცმის სიგნალები ეს ხატების წინგომა და ხუცური კითხვა ესეთი კარგი არის ჯანმრთელობისათვის ისე აძლიერებს სამშობლოს ნახოს სულსაც სული პირველი სულს შედეგად სამშობლოს აძლიერებს ძალიან და ის რა თქმა უნდა აი ეს კულტურებს ნიგერებათა წვლის კულტურებს სახის კანის დაავადებებს თვალების შემდეგ უნავს ბევრი მინაშე ისაც ხუცური კითხვი თვალების სათვალები მოიხსნა და სათვალების პრობლემა მოიხსნა სათვალების ზერის პრობლემა გაუჯობესდა კანის დაავადებები გამონაყარებს ასე ხსის აი თელ სახის პირისახის ხატების ყურება და ხუცურის კითხვა ეს არის რეალური ფაქტი
ამას ზალა აქვს, იქიდან გამოდის საოცარი უხილავი ზალა, ენერგია ხატებიდან, ღვთაებრივი ენერგია, რომელიც განაღუთობს ადამიანს, იმ ცუდს წვავს, აცილებს და წმენს ადამიანს. ასევე ზიარების დროს, ხო? ვისაც რაიმე აწუხებს, რომ მიდი ზიარებასთან. ჩვენ ვამბობთ საკუთრებად წვლისა და ხორცს. ვეზიარებთ ვამბობთ, შეეხურა პაკეტა ჩემთან, უჟულებათა ჩემთან მომიტევებს, სოდათა ჩემთან გასმის. რო ეხება ადამიანს ცეცხლს, რაც არ უნდა ბოროტი იყოს, თუ იგი ნანობს, რა თქმა უნდა, მოუნანიებელი ხო არ ეზიარება, ნანობს. განცდა აქვს, ცდილობს უკეთესი გახდეს. ცდილობს რომ განიწმინდოს, მას არ უნდა რაღაცა მაგიური პროცედურა კი არ არის ეს. ან რაღაც ეს რაღაც რიტუალური რაღაც მაგია კი არ არის, ცერემონიალური მაგია, ნუ იქნება რომ ერთმა დაგვიყვანოს. ეს არის ის საფრთხე საიდუმლო, რომელიც ის შეხედის დროს ეს ცეცხლი შემოდის, რომ არაფერი არ მოგივიდეს, არ დაგწვავს, მაგრამ მთლიანად განთავისუფლებს საცბოროტია, მთელი ენერგია რაც სუდია იფერფლება, იწובה და გადის სუდი. ამიტომ არის ხშირად ზიარება კარგი, ამიტომ არის ხშირად ზიარება. და ეს აუცილებელია თქვენთვის. განსაკუთრებით ამ ძიმე დროში და თვალისათვისაც მივეცი კურთხევა ზიარების. ჩვენი სახლი არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენი სახლი მიწაზე არ არის აქ. ერთი იგავ ფაქტივით ესე მახსენდება, როდესაც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბიზნესმენი, ოლიგარქი, დღეს მოდაშია სიტყვა ოლიგარქი, როდესაც წავიდა, ვთქვათ, გავლით ეძებდა ერთ დიდ ხუცეს, ერთ დიდ ცნობილ სასულიერო პირს, ძალიან ხადაგებელს, წმინდანს, ასე ვთქვათ, ცოცხალ წმინდანს თითქმის ეს შეიძლება ითქვას, ეძებდა და გავლით ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ეს ბრძენი იყო, იქ გაიარა ქალაქში. და როგორღაც მიაგნო, მოკითხვით მიაგნო ამ ბრძენი წმინდანის სახლს, მიაგნო, პატარა რაღაცა ხოხივით იყო, პატარა ხოხივით, ეს კაცი, სადაც ცხოვრობდა, შევიდა შიგნით, ხედავს, მოყოლული ერთი გამხდარი მოხუცი ზის, შეცვერა და წიგნებით არის სავსე ოთახი, ერთი სკამით დგას, ერთი რაღაცა უჯრა, რაღაცა ესეთი პატარა წიგნების დასადები თაროები და მაგიდა დგას, ძალიან უბრალოდ და ეს წმინდანი, ეს მოხუცი ხუცესი ძის და რაღაც წიგნს ძალიან ბრმად ჩაფიქრებული კითხულობს. და ის მიმართა ოლიგარქმა, დიდმა ბიზნესმენმა მიმართა, სად არის ის დიდი ბრძენი, ცნობილი, ძალიან ბრძენის და უწმინდესი ადამიანი, სად არის საცხოვრებსო, ეძებ მას არ მომასწავლებს, თქვენ მეტყვით სად არის. ალბათ თქვენ მემეძებთო, ასეთი უცნაური. ჩემზე ამბობენ რომ ბრძენია, მაგრამ მემეძებთო, მაინც არ გამოვირჩევია დიდი სიწმინდით თავდაპირველად მიმართავს აქ და თავის თავზე ესეთ ხალხს ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს. დამცირებული კი არა, თავდამლობა სხვა, თავის დამცირება სხვა, სულდამლობა სხვა, სულძელობა სხვა. თავს კი არ იმცირებს, უბრალოდ თავდაბალია. ჩვენ ამ ზიარების სიმბოლო, ყველაზე ცოდვილი ვარ, ხატული ის ვარ, არის კითხვა ვარ და განცდა უნდა გქონდეს ამ სხვათებო. ამბობს რომ მემეძებთ ალბათ ხო ალბათ ჩემთან მოგასწავლიდენო რა, იმიტომ რომ წესით ჩემთან არ უნდა მოესწავლებინათ არც ერთი თვისება კარგი მე არ მაქვს, მაგრამ ალბათ მემეძებთ. დიახ, ალბათ თქვენ ახალთო და მე არ მესმისო, მაგრამ ესეთი ცნობილია, ესეთი სასამართლოქმედი, ამისთანავე ბრძენი, ჭკვიანი, განათლებული, გარეგნობითაც მშვენიერი, ვთქვათ, ხუცესი. თქვენ თეორიული ქვეყანა გიცნობდა, ასეთი გალგრეული და ესეთი გაუბედურებული სახლი რა არის, უკეთესი ვერ გიყიდეს, არ ვერ აგიშენდეს, ან რაღაცა ვერ გაგირემონტეს, ან ისეთი პირობებში რა მოახერხო. ეს რა საცხოვრებო თქვენ და ხუცმა უთხრა რომ თქვენო ალბათ დიდარი ადამიანი ხართ რომ გატყობთ რაღაც ისეთი თქობოდა ახლა ადამიანს საჩუქრების მოუტანა რაღაც მაგრამ თქვენო საერთოდ გაჩერებულიო საერთოდ გაჩერებული მე მინდა გესწროთ თქვენო მინდა თქვენთან აქო ერთი პატარა სასტუმრო არისო და ერთი პატარა სასტუმროს ოთახი ავიღო იქნება გავლით არა ქალაქში თქვენ გეძებდითო და ერთი პატარა ნომერი ავიღო აი ამ ქალაქში და იმარო გაჩერებულია მეორე ეს თუმცა წავიდა კი მაგრამ ესეთი დიდი ბიზნესმენი ესეთი დიდი ოლიგარქი ამ ხელაფულის პატრონი ესეთი ჭკვიანი გამოსტილი ვთქვათ ადამიანი ამ ხელაფულის პატრონი ამ პატარა სასტუმროს ამ პატარა ნომერში რა მოგიყვანოთ რა არის ეს ეს ჩემი სახლი არ არის ეს ჩემი სახლებია კი არ ცხოვრობ მე უბრალოდ ეს გზად ვიყავი და თქვენ ძებნაში ვიქირავ და ეხლა ვარ გაჩერებული დროებით ვარ წავედი ხო შემთხვევით უნდა დაგარიგო ნუშები წაიყვანო სახში და ისე თავს კოხში მოხდა
აი ამ ყველაფერს ვხედავ. ესეც არ არის ჩემი სახლი. მეც დროებით ვარ გაჩერებული. შენო ჩემი ნამდვილი სახლი რო იცოდეო, რა სასახლე მექნება მერეო, სასუები. აი რუსეთში. რა ჩემი სახლი არ არის. ეს დროებით ჩემი სასახლეა, აქ ცოტა ხანი ვარ. მერეო, აი მაქვს ესეთ სახლი, რომ ნებისმიერ ბიზნესმენს ორიგარ შეშორდება. და იგავე გამოვიდა დიდი სარგებელი, დიდი სიბზნე მიიღო იმ სიბზნის მაძიებელმა ვთქვათ შეძლებულმა ადამიანმა. იმიტომ რომ მარტო ფიზიკური სიმდიდრე არაფერს არ იძლევა. ფიზიკური სიმდიდრე ვერ წვითავს ადამიანის სულიერ პრობლემებს, ვერაფერი ვერ შეცვლის ღმერთის მართლს. ვერავის არაფერი ვერაფერი. თუ ადამიანი ღმერთთან არის და ღმერთი ადამიანთან პატარა ქოხშიც რო დასვა ბედნიერი იქნება. მიეცემა ყველაფერი საჭმელი სასმელი და ჯანმრთელობა რა თქმა უნდა სულიერი და ფიზიკური. რაც არ უნდა ბევრი კონდეს. ოქრო ვერ წვიდა. ვალუტა ეს ბედნიერებას ადამიანს ვერ მოუწევს. ვერ ამ დროებით მიწის ცხოვრებაში, იმიტომ რომ უნდა ვიცით, ჩვენი სახლი აქ არის. რაც არ უნდა მოიწევს მიწის ცხოვრება, რაც არ უნდა მოუწყობელია მუდამ, ვერაფერს არ მოიწევს, რაც არ უნდა ეცადოს, რა მაინც დაუყოვნებლივ ჩვენი სახლის ეცეში. არა ამას სახლის საფრთხე